ვერც შევადარებთ, აი 0.01%-ამდეც ვერ მივიყვანთ იქაურ მიღებას. მართლა გვეუბნებოდნენ პრომოუტერები, ფაქტი სახეზეა იმ ფილმში, რომელიც დაგირიცხეთ, ყველა ამბობდა, რომ აქ ამ კლუბში რომ მიგიღონ, თუ არ მოეწონები, შანსი არ არის. და უცებ, როგორც კი ვიწყებდით სიმღერას და როგორც კი შედიოდა თვითონ რიტმი და შემდეგ სიმღერებს როგორც კი მთელი დარბაზი იყო მაგიდებზე ასული, ბარისტოიკებზე ამძვრალი, ეგეთი მხარდაჭერა ჩვენ საქართველოში ნამდვილად არ გქონია. არც ერთ დარბაზში ამას ვამბობს ხანხარი. ფაქტები არის სახეზე, ყველა წამყვანი კლუბების და შეგიძლიათ იმ დისკებში ნახოთ, რომელიც კი და როგორც ხედავთ იმ დისკში, სადაც ფილმია, იქ არის დაფიქსირებული ის ფაქტი, რომ საკლუბო ჩარტებში ბატონო ზაზამ ახსენა უკვე მეორე ადგილზე გავიდა ეს პროექტი. ბრიტანეთში. ეს ბრიტანეთში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. მე თუ ვკითხავ ის უფრო დიდი მიღწევა ვინმე MTV-ის ჩარტებში მოხდა. პირადად ნამყოფი ბატონი ზაზა არის ნამყოფი რამოდენიმე წარმოდგენაზე, ასევე ჩვენი სხვა გაჩველი თანამემამულე პარიზში არიან ნამყოფები, სადაც 99% ევროპელი აუდიტორია იყო, ჩვენ ქართველებისთვის სპეციალურად აქ ქონია ევროპაში გამოსვლა. 1-2 ქართველი თუ გამოერეოდა 500 კაციან კლუბს. და პრინციპში ისიც შეგვიძლია დავაფიქსიროთ, რომ ჩვენ საქართველოშიც პერფორმანსი არ ყოფილა ამ ჯგუფით, ანუ ესე ვთქვათ, საკუთარი სიმღერებით ალბომის წარმოდგენა. შეკითხვა. რამდენი ხანი გრძელდებოდა ეს გადაღებები და როდის დასრულდა? ისიც რა, მე ვფიქრობ, რომ ალბათ დიმა ისაუბროს ამ თემაზე რეჟისორმა, მართალია რომ რთული ის, ჯობია რომ დიმამ ისაუბროს ამაზე, თუ რამ დავა. ანუ სად მიმდინარეობდა გადაღებები, როდის დასრულდა ეს გადაღებები და ყველა იქნება? დღეები არის, ხუთი გადაღების დღე, მაგრამ ოვერტაიმები იყოს. ლასაზე მეკითხები, ხან-ხან 20 საათი წავიდა ხოლმე. სხვადასხვა ლოკაცია იყო ადგილი, სადაც ვიღებდით. შახტა, სალონი, რომელიც შემოვაწყეთ. DJ სეტი ეგეც შემოვაწყეთ და მანქანა რომელიც ქუჩაში მოძრაობს, თბილისის ქუჩები. ხუთი რთული post productions გulis ხო? არა, ხო, ანუ როდის დასრულდა რა? 2 თვის წინ ეს კლიპი 2 თვის წინ დასრულდა, ეგრევე დაიდო ეგრევე დაიდო ანუ YouTube-ზე და სხვა ასე ვთქვათ საინფორმაციო საშუალებებზე, სადაც დღეს მაჩვენებელი აქვს 10,000-ზე მეტი, ისიც მინიმალური PR-დან გამომდინარე, იმიტომ რომ როგორც იცით, დღეს პირველად მოხდა პრესკონფერენცია საერთოდ ამ ყველაფერთან დაკავშირებით, რაც ჩვენ თავს ხდება, იმიტომ რომ ესეთი ასე ვთქვათ პრესკონფერენცია და მსგავსი რამ ჩვენ არ ჩაგვიტარებია და 2 თვეა პრინციპში რაც ეს კლიპი არის დამთავრებული. რა მეტი რა შეიძლება ითქვას? დიმა? ჩემ ჯგუფს კლიენტად ვიყავი გადაგებაზე. ყველას მაგალითად სამ ადამიანს ვინც ძირითადად მაგალითად ხატვარი დოდოშკა ჩეიძე, რომელიც აპლუს ხატვარი იყო და 2 უნივერსალური საქართველოში ოპერატორი გიორგი შველიძე და გოგა დულები, რომელიც ეს დაინახეს ისე როგორც და როგორც აღიქვამენ. ამ სამ ამხანს ადამიანი და ყველა ადამიანის ის არ მახსენდება, ყველა თავის როლის წინდა. რასთან კონკრეტულად, ანუ აი ამ ფილმის წარმატებასთან დაკავშირებით. რა შეიძლება გამოხმაურებას თქვენ იცით, რომ ჩვენ ერთი ის რომ ანუ ყველანაირი ახსნა განმარტების გარეშე, ასე ვთქვათ, არ დაგვიშვეს კონკურსზე. დღემდე ჩვენ არ ვიცით, ანუ პასუხი ვერ მივიღეთ, ასე ვთქვათ, რატო. იცით რა არის ითვლებოდა ეს ჩათვალეს, ასე ვთქვათ, პოლიტიკურ სიმღერად, პოლიტიკურ მესიჯად. პრინციპში რო დააკვირდეთ, რო ნახოთ შემოქმედებითად ეს სიმღერა აბსოლუტურად არ მოიცავს, ასე ვთქვათ. ეს არის რაღაც შემოქმედებითი
შემოქმედებითად, ასე ვთქვათ, შეფუთული, გამზადებული პროექტი იყო ევროვიზიისთვის. ნუ იმის შესახებ იცით, რომ გამოგვეხმაურა პრეს-მდივანი პრემიერ-მინისტრის რუსეთის და ხულიგნებიც კი გვიწოდა. ალბათ ამ ყველაფერმა გამოიწვია ის პირველი ბიძგი, ინტერესი ჟურნალისტებიდან და ასე შემდეგ. რაც შეეხება ამ კლიპთან დაკავშირებით, არანაირი ჯერ არაფერი არ მომხდარა, არ გამოწვევიათ, არც განცხადებები არ გაუკეთებიათ და არც არანაირი სურვილი არ აგვაქვს ჩვენ პრინციპში და ინტერესი დღესდღეობით რომ ასე ვთქვათ, ეხლა ისინი ჩვენ უკვე პუტინ ტრიალებს დღემდე კლუბებში. კი, და სხვათა შორის გვაქვს ინფორმაცია, რომ ეს სიმღერა არის შეპარული მოსკოვში, იმიტომ რომ არაოფიციალურად არის და ძალიან ბევრი ადამიანი დაგვიკავშირდა და გვითხრა, რომ ეს სადღაც კლუბებში გაჟღერდა უკვე ეს სიმღერა, რაც შეეხება ვიდეომონა პუტინს. ალბომი, ჯერ არ გავრცელებულა, აქედან გამომდინარე სხვა სიმღერები არ აქვთ. რა ვიცი, მეტი რა შეიძლება ითქვას. პრინციპში არ გვინდა ჩვენ არანაირი უკვე ინტერესი არ გვაქვს, იმიტომ რომ ასე ვთქვათ, მოსკოვის პოლიტიკურმა სპექტრმა დააფიქსირა თავისი აზრი ამასთან დაკავშირებით და რაღაცა, რაც შეეხება შემოქმედებით ხალხს და ეს რეჟისორებს, მუსიკოსებს და რაღაცა იმათვის აბსოლუტურად გაუგებარი იყო ის შემთხვევა, რაც ჩვენს თავში არშან მოხდა, იმიტომ რომ იმათვის ეს შემოქმედებითი ფორმა იყო. რაც შეეხება თვითონ სიმღერას, თუ ადამიანს მოუნდება, ყველა სიმღერა შეიძლება ჩათვალოს პოლიტიკურად. ეხლა რაც უნდა სიყვარულზე მღეროდე და რაც უნდა, ასე ვთქვათ, შეკითხვა. მე გითხარით მაგასთან დაკავშირებით, რომ არის რაღაცა მოსაზრებები, მაგრამ ამ ეტაპზე უბრალოდ კონკრეტული მოსაზრებები თავს ვიკავებთ. ნუ რამდენიმე ვარიანტია პირდაპირ გეტყვით, რომელსაც შეიძლება კონდეს აქიდან გაგრძელება. და ამ სამივე ვარიანტს თუ ოთხე ვარიანტს ჯერჯერობით ესე ჯობია დავტოვოთ საიდუმლო. და ყველაზე კარგი ალბათ კი და ყველაზე კარგი ალბათ off record შეიძლება. ყველაზე კარგი რაც შეიძლებოდა ჩვენთვის მომხდარიყო ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც ამ პროექტზე იშრომა და შრომობს და ასე ვთქვათ. ყველაზე კარგი რაც შეიძლებოდა მომხდარიყო, აი ფაქტი არის სახეზე, MTV-ს ლოგოთი, MTV-ს ჩარტებში მოხვდით. იცით რა, ეს არის ჯგუფის ისტორია, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი. იცით რა, შეიძლება თავიდან იყო რაღაცა, რომ აი პუტინით თუ მიაქციეთ ყურადღება, სტივენ ბადი ამბობს დოკუმენტური ფილმის ბოლოს, რომ თავარი მოხდა ის, რომ უკვე ევროპის კარი გაიღო, ყველამ გაიგო ევროპაში ამ ჯგუფის სახელი რა. აი ეს ფუნქცია შეასრულა ამ სიმღერამ, მაგრამ ეს ნაწილი აბსოლუტურად უკვე სხვა ეტაპია, ეს არის სუფთა მუსიკალური და რა თქმა უნდა არა, ეს არის ალბომის სახელწოდება. არა, ეს ალბომის სახელწოდება. ეს სწორი ინფორმაცია, სწორად რო გაავრცელოთ ინფორმაცია, MTV-ზე როცა გადის სიმღერა, იცით რომ ქვემოთ იწერება ალბომის სათაური და და რა თქმა უნდა. არა. არა, იცით რა არის, ევროპელებს დღეს ვინც უყურებს მაგას, ისინი კითხულობენ როგორც იწერება ინგლისურად და ამიტომ მათ არ აქვთ არანაირი ისა, რა ქვია, შედარება. ხო, თუმცა ჯგუფის ისტორიაში, რა თქმა უნდა, ეს ფაქტი არსებობს და ეხა აქედან გამომდინარეც ამ სიმღერამ გახადა პოპულარული, შესაბამისად, ამიტომაც ქვია ამ სიმღერის სახელი ალბომს და კარი მაგითი შეაღო, მაგაში მართალი ბრძანდებით, მაგრამ კი, რა თქმა უნდა, ეს სულ სხვა რამ არის. თუმცა, ბატონისაზეც მაგას გულისხმობს იმას, რომ ჩვენ გადავედით სხვა ეტაპზე, უკვე აბსოლუტურად და ეს უკვე მუსიკალურობისკენ უკვე შეფასებები არა იმიტომ რომ ვთქვათ პუტინმა გააკეთა განცხადება, არა იმიტომ რომ ევროვიზიაზე ვერ მოხვდეთ რაღაცა. ის ჩაიწერა რა თქმა უნდა ჯგუფის ისტორიაში, თუმცა ეხლა ეს საკითხი და ეს ჯგუფი და პროექტი განიხილება როგორც შემოქმედებითი ჯგუფი, როგორც მუსიკალური ჯგუფი და ასე შემდეგ, როგორც კომერციულად საინტერესო და როგორც ახალი ქვეყნიდან, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ ევროპის ბაზარზე და მით უმეტეს MTV-ზე ეს არის რაღაცა ახალი ქვეყნიდან ახალი ჯგუფი და ეს უფრო კიდევ სხვა ინტერესი იწვევს, ასე ვთქვათ, უფრო რაც საქართველოს წარმატებაა, რა თქმა უნდა, რა. რომელსაც უკვე აქვს თავისი ხელწერა და ესე გააგრძელებს თავის კარიერას. კი, თქვენ არა გაქვთ უბრალოდ ფიქრობ ალბომი, თქვენ გექნებათ უკვე ვახსენე 10 დღის განმავლობაში გამოვა ალბომი და თქვენ მოისმენთ და თქვენ ნახავთ, რომ მართლაც ხელწერაა ეს სიმღერები, ეს ავტორი